და კვლავ საქართველოს დედაქალაქის მერიაში დღეს წყლის კომპანიის ხელმძღვანელობას ელოდებიან ჯორჯია Water and Power-ის წარმომადგენლები დავით ნარმანიას და თბილისის მთავრობას საომავლო გეგმებს გააცნობენ. მთავარი პრობლემა ამ დრომდე რჩება თბილისის შემოერთებულ დასახლებებში წყალმომარაგება. გამგებლების თქმით, ქალაქში კომპანიის მიერ მიმდინარე დაუსრულებელი სამუშაოები პრობლემებს გზების მოწესრიგებას უქმნის, რადგან დროულად ვერ ხერხდება გზის საფარის დაგება. შეხვედრა მერიაში 2 საათზეა ჩაანიშნული. გვეხდება თბილისის წყალმომარაგების კომპანიის საქმიანობის შესახებ ანგარიშის მოსმენა. გარდა ამისა, რაიონის გამგებლები წარმოადგენენ ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ რა არის ამა თუ იმ რაიონში პრობლემატიკა და რა არის გასაკეთებელი წყალმომარაგების გაუმჯობესების თვალსაზრისით და სამომავლო თანამშრომლობის გეგმები უნდა შევიმუშაოთ ერთობლივად და შევთანხმდეთ მომდევნო წელს გასაკეთებელი სამუშაოების ნუსხას. პრობლემატიკა სხვადასხვანაირია, ბუნებრივია, რომ წყალმომარაგების კომპანიის მიმართ ძირითადად არის წყლის მოწოდების კუთხით პრობლემატიკა. იცით, რომ მთლიანად მთელს თბილისში განსაკუთრებით შემოერთებულ ტერიტორიებზე ჯერჯერობით სრულად 24 საათიანი მოწოდება არ ფუნქციონირებს უწყვეტად. ძირითადად მომართვები არის სწორედ ამ წყლის მოწოდების წყვეტასთან დაკავშირებით. არსებობს ბევრი პრობლემა, კერძოდ საბურთალოზე არის სოფელ დიღომში მიმდინარე რეაბილიტაციო პროცესები, ასევე არის ქალაქში რამდენიმე ადგილი, მაგალითად დიოსელიანის ქუჩა, სადაც ჩვენ ვერ ვაკეთებთ ასფალტის მოგდაგებას, რადგანაც იქ ჯიუპის არ გამთავრებული სამუშაოები.